დილამშვიდობის, უფრო სწორად დღემშვიდობის გოგოებო, როგორ ხართ? ხომ ხართ კარგად ყველა? დღეს ცოტა დამოგვიანდა, გვიან მოვედი თქვენთან, მაგრამ არა უშავს. ხომ ხართ კარგად? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. გოშინ, ესე იგი, მთელი დღე ხან თოვდა, ხან გადაიღებდა და მერე საღამოთი როგორ დადო. ხო ნახეთ, ეხლა კი უკვე დავჩვენოთ. როგორ არის ჩვენთან, აი ეს. რაღაცა უკვე თოვლი ჭყაპია. ეგეთი. მაგრამ გუშინ გვიან უკვე დავწიქით, ჯოხო ძალიან გვიან დავწიქით ჩვენ. აი რა ვიცი, 2 საათი იყო. და მაგ დროს ბავშვები გამოვიდნენ გარეთ, ვიწექი და მესმოდა ხმა და გუნდაობდნენ, ისე უხაროდათ გვიან 2 საათს. ხო რა ერთი სიტყვით თოვლი როგორ ახარებს ადამიანს რა და მთელი დღეც ეგრე იყო ხან თოვდა ხან გადაიღებდა მერე ისევ თოვდა მერე გადაიღებდა ბოლოს როგორც იქნა გაბედა და დაიწყო ის რა ქვია თოვა 2:15 წუთია ეხლა არც ყავა დამილევია არც არაფერი არ მიჭამია იმიტომ რომ მოწესრიგდი მაგავის სწორე დავიბანე, მაგრამ რაღაცა შემთხვევას არ ვიცი რა უნდა გოგოებო, მეგონი რომ შამპუნი ხوار შევცვალო და ყავა მინდა ეხლა, მოიცა ინჭიკაში გოშინ რომ გადმოვიდე. შამპუნი ხوار შევცვალო. ფიქრობ. სადა. სადა ვიქარი ვითო? აი მაგრამ დამიწია და აღარ დავინახე. ხო, ესეთი ამბები მადლობა ღმერთს რო გვახარებს, ხან თოვლით, ხან მზით, ხან წვიმით, ვისაც გიყვართ წვიმა, ყველა სეზონი ძალიან საყვარელია. მე ადრე ძალიან ის ვიყავი წვიმასთან. ეხაც ბოლომდე ვერ ვარ წვიმასთან ის ძალიან მეგობრულად რო ვთქვა. ქარი, კიდე ქარიც არ მიყვარს, კიდაც. უშრავი ქარი რა საყვარელია, ვის უყვარს ქარი? ქარი ვის უყვარს გოგოებო, მითხარით აბა რომელიც გიყვართ ქარი. მზე მიყვარს, მზე მახარებს და მიყვარს. მაგრამ ყველა სეზონი თავისებურად ლამაზია, ქარი რა დროს არის ლამაზი. შემოდგომით რო ფოთლები გასცვივდება უკვე იმას რა ქვია ხეებს წითელ-ყვითელი ფოთლები და ქარი რო ამოქროვდება და ამ ფოთლებს რო ესე ამოიტანს მაგრა და მაგ მომენტში რა ლამაზია თუნდაც რო შემოგაყრის ძალიან კაია აი მაგროს აიქარ ანუ ყველაფერი ლამაზია ბუნებაში ყველა სეზონი და ой, ყავა. ის გასარეცხი მაქვს. მე ყოფილი ეს ყავა. ერთი კოზი თუ გამოვიდა. რაც იქნება. დავლიოთ მაინც. Baby. Mate. შენთვის მაგ აქ კარტოშკა შენახული, გამფეტი, ერთიც არის. დარჩა დედი და მე არ შეჯამე, შეგინახე და აქტევს ისე, მოდი და წაიგე. მოდი ახლა მე მიზარება. მოდი შენ მოდი საჭმელს თან. აი რომ მორჩები და მოგინდება უკვე კამფეტზე რომ გადახვარ. რო გიყვართ ის არის კაცო და შენ შეგინახე ხო ჩემ პომადაბა როგორ მოგწონთ ძალიან მომწონს მე გოგოებო ძალიან აი это гайбина хой бибич ой музичочки
სიყვარულო აგარ უყვარხარ დედიკოს ეხლა რა გვინდა ჩვენ აქ მაქვს შოკოლადის ფილა ესეთი მოდი ეს გავხსნათ მე ეს მიყვარს ყველაზე მეტად აი ვინჭამს გოგოებო ნეტავი რავი აღარ ვიყიდო ხოლმე თან ვაფრი ხო იცით მე რამალე ფუჭდება აი დევს ესე მათე საფეთკი მინდა გამოვიტანო წავიდე ერთი ცალი ვერ გამოვკეთდი ბოლომდე რა მოკლედ რო იტყვიან და არა დღეს კარგად ვარ რა შედარება ყველაზე კარგად ვარ დღეს ყველაზე კარგად გამიარა ვირუსობანა. კარგაფილი წინა კვირაში რა კარგად ვჭამეთ და თითქოს ამ კვირაში 10 კი ამომიღია, რა ვიცი, აი ორი ნაბიჯიდან 6 კილო ხომ მოვიტანე და ჯერ არც შემიწვია, არც მომიხარშია, თითქოს არ გვინდა ამ კვირაში კარტოფილი. წელს ვფიქრობდი მაგაზე. შევწვა დღეს ცოტა. ძანგიმრიელი გამომივიდა ის ხათმის გულღუძლი რო გავაკეთე გულში. მე გამოვიდა ძალიან კარგი გემრიელი. ცოტა შეგრილდეს ჩემი ყავა. ხო და ესეც გავხსნათ. ეს არის ხილისა. და მე ხილისა ყველაზე მეტად მიყვარს. მიწის ხილიც მაქვს დასახლელი. წვრილი ხილები და აქ რაღაცები რომ დაახატეს. ალპენგოლდსაც ახატია, ამასაც ახატია, რომ არ ვიცი, ბავშვებს გაეხარდეთ. შეგიძლიათ ცოტა ეს ყავა ბიერ დავუძვათ. უჩაბად მიდივარ გორში გოგოებო. ცილებელი საქმე გვაქვს. წარბებიო ემწუთში უნდა გამოვაქვეყნო კომენტარი ჟანა წვრილი წარბი გაქვთ და გაიმუქეო წარბიო აქ რაღაცა ლაქა მაქვს არ ვიცი ეს ლაქა არის და ხო შეიძლება არ წვრილი ან კიდე ლამაზად უნდა უფრო გაკეთება სალონში სპეციალისტთან ღებავენ ტიპივას მე მგონი გამგება არ მინდა აი ჩემი თმის ფერზე რო იყოს ისე შეიძლება ღებავენ და მე რომ მოგაცილებენ მაგას ეგრე რჩება მე მგონი რა ამსალებავს კარგახანი დაგრჩება რა შეღებილი
შეიძლება. ხო, ეხლა თხელია. თხელი წარგი მაქვს მე. არც ვიკეთებ, რომ იცოდეთ გოგოებო. აი ამეებში ვიცლი ხოლმე მარტო, აი ამეებში. თუ არის ხოლმე რამე. ესე არ ვიკეთებ. არა, მაქვს და მაგიტო. არა მოდის. კიდე რა კომენტარებია. ნახოთ. ბოლო ვიდეოზე ნახოთ. იო, გადმოსცემსო, ნონა, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. თქვენი უთბილესი და უსაყვარლესი ოჯახური ჰარმონიაო, უფალმა დაგროცოსო, გადმოსცემსო, კამერაო ამასო. როდის გამოვკეთდეთ გოგოებო? მადლობა ნონა, ძალიან მიყვარხარ და გაფასებ. სულ ყოველთვის უკაკ ესეთი თბილი და ტკბილი კომენტარები. შეგერგოთ მათ უნია საყარელო ირმა მომწერა. ეს ლელაკო, ძალიან რაც წავიკითხე წარბებზე, ცოტა გაიმუქეო ჟანაო. წარმატებებიო. ნატალია მომწერა. კიდე ნონა მომწერა, მეც გავიფიქრეო ეგ მათ ესეო, რომ აღარ გვენახებაო. როგორ მიყვარხარ მათე ბიჭო და გვენახვე ხოლმეო. ხო, რაღაც აღარ გვენახება. მეც მიყვარს განსხვავებული გამჭვირვალე ჭიქიტყავის დალევაო, ხო. ეს ცისფერი არის და ნეური ძალიან ის არის ლამაზებია მართლა და ნაზითა. ნატა მომწერა. 7 ღამე ტკბილი ძილიო. შემნატამ შეგერგოთო, მეც მიყვარს ეგეთი საჭმელი, ხო, ისე გემრიელად. ჭამის გია. ჭამის მე და გია. ამათმა არა. ჟანა უშაბათს დასვენება არისო, დედის დღეაო, 3 მარტიო, მერე ეწყებათ საგაზაფხულო არდადეგებიო. მე მგონი რომ უშაბათს დასვენება რო არის, მერე მთელი კვირა არის სწავლა და მერე იწყება. ხო? სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს ჩვეულებრივ სწავლაა. ასათით რატო წვალობო? ეს ეჟოა წერია, მის მომწერა ალბათ გოგო არის ახლა და თავისი იმით იმწერს, ან ქმრის აკაუნთია. ძმის ან შვილის. ლამარა ჟანა ასათით რატო წვალობო გაზის ანთებასო? რატო სანთებელა სარხმარობ ჩემო გოგო? არ ვიციო. ვიყიდე. ძინცის მალე ილევა. ლეილამ ჟანიკოს უნდა მომინდოდაო, არ ქონდა თოფას დაკლებაო. ხო, აღარ იყო ლეილა ფას დაკლება გუშინ. 8-ში ექნებათო კი და მაშინაც ვნახავ აბაო, რაც მინდოდაო. სახლისთვისო კი ვიყიდეო, მაინც რა ხან შევედიო. ახალგაზრდა ხარ ჯერ, კიდე ცხოვრება წინ გაქვს და ყველაფერს მოასწრებ ცხოვრებაში. ეივონს აქვს ჟანაო შრატებიო, საღამოს რეტინოლის შრატიო, წაისვიო, მკვებავის საცხი. დილით კი ვიტამინის შრატი. და მერე მკვებავიო. ანუ ეივონში ესე კი
საღამოს რეტინოლის შრატი წავისვი და მერე კვებავი საცხი. დილით C ვიტამინის შრატი და მერე მკვებავი. ეს არის რუტინა ალბათ, ხო, საღამოსი და დილის. მერე მზის დამცავი ალბათ. ლიმონს კარგები აქვს ალბათ, ხო? ხო რაღაცა მინდა დავიწყო სახეზე, მარტო მზის დამცავს ხმარობ მე. ნატამწეს ყველაფერი გამოგდისო, არის ნერვიულო, გუში რო თქვი. გამომდის კი, მე არ ვფიქრობ, რომ ცუდი დიასახლისი ვარ, უბრალოდ უკეთესადაც გამოსდით. იმიტომ რომ თითქოს აი მინახია მე ძალიან ბევრი ეგეთი რა, რომ ეგრე ანუ დაბერძნენ ეგრე. უძირფასესი დიასახლისები, ყველაფერი რო გამოსდით, აი ყველაფერი. საჭმელი, ხაჭაპური, ნამცვრები, ყველაფერი გამოსდით, დალაგება, დაწყრიალება და აბსოლუტურად ბავშვების მოვლა გაზრდა იდეალურად ყველაფერი გამოსდით, მაგრამ მარტო ეგ გააკეთეს ცხოვრებაში. მეტი არაფერი არ უმუშაობიათ და უშვათ. მუშაობაა ეგ და მაგიტო. მუშაობა, გოგოებო. ან ეგ უნდა აკეთო მარტო რომ ძალიან კარგად გამოგივიდეს, ან კიდე პლუს თუ მუშაობ, ვიღაცაც უნდა ყავდეს დამხმარე, რომ კარგად გამოგივიდეს. ორივე. თუ მუშაობ, თუ კიდე რაღაცა გეგმები გაქვს პლუს და განვითარება გქონდეს შენ საქმეში და დაიხვეწო და რაღაცა სხვა რაღაცებსაც მოეჭიდო უფრო დიდ რაღაცებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ახლა იდეალურად არ გამოგივა, არც ვართ იდეალურები და არც ვჭირდებით არავის იდეალურები, მე ვფიქრობ. მაგრამ უბრალოდ მეტნაკლებობა მაინც არის ხოლმე რა და მე ვხედავ ხოლმე, რომ ვიღაცებს უფრო კარგად გამოსდით ეს საქმე, ვიდრე მე. სახლის საქმე. ყველაფერი. თუმცა იმას არ ვამბობ, რომ მეცუდად გამომდის და არ გამომდის. საჭმელებიც გამომდის და როგორ ნამცხვარი გამოვაცხე, ნამცხრებიც გამომდის, ხაჭაპურიც გამომდის, ყველაფერი, ანუ და ბავშვებთან ძალიან დიდ დროს ვატარებ, რო იტყვიან რა. საუბრობთ საღამოთი, მიჩვენია ხოლმე აი მათთან ვიყვე, მათ ვესაუბრო და რაღაცა დარჩეს გასაკეთებელი. ნუ არა ჭამენიც შეგემგელია. ალუბლის ჯემი აქვს შიგნიდან ძალიან მგელია. ჩემთვის არ არის ხოლმე რაღაცა მარტო საკმარისი მე ჩემი საქმე მაქვს, აქ მინდა რომ გავიზარდო პირად, ჩემ პირად ბუნებაზე თუ აი ყველაფერზე ძალიან მუშაობ, ჩემ თავზეც ძალიან მუშაობ, გოგოებო, ხვალიდან დარბაზში მივდივარ, всё. ანუ მათი სხვა რაზეც ვინება აქვს, მაგრამ მე აღარ დარჩები სახში, უნდა წავიდე. ნახეთ როგორ გადაიჭრა.
გადაიდო და გადაიდო. გადაიდო და გადაიდო. ყველგან მივიდივარ დარბაზში აუცილებლად. ხუთმეტი წუთი მაინც თავიდან მეტი არც არის საჭიროები გავეთხრა. 15 წუთი. მე ნენელა გავსრთი დროს. ყველა ჩვენი სამყარო გვაქვს და ეს რა კარგია, ღმერთო ჩემო, ყველა თავის სამყაროში შინაგანად თუ კარგად გრძნობს თავს. აკეთე ის, რითიც კარგად გრძნობ თავს. რაც გამოგდის, რაც გახარებს და გაბედნიერებს, ის აკეთე, ის ვაკეთოთ. მე ჩემი ახლის გარეშე მაგალითად არ შემიძლია. იმდენად ვარ უკვე შეყვარებული ამ ყველაფერზე. გოგოებო, აბა ჩემი ტონალური. რა ვიცი, იმას ჯობია მართლა მე მგონი, რაც მქონდა. ერთი ტონით მუქია. ომადაც ძალიან მომწონს, არ არის ის, რაც მინდოდა, მაგრამ ცუდი არ არის ყოველდღიურობისთვის, მე მგონი, რომ ეს ჯობია. ეს ფერი კონტურები არის იდეალური, ძალიან მაგარი, მთელი დღე რო გისვია, არ გეცლება. თუ ეხლა ფასაფეტკით არ მოიწმინდე პირი და რაღაცა, არ გეცლება. და რავია, კმაყოფილი ვარ ჩემი შენაძენით, რაც ვიყიდე. მეიბელინის პროდუქცია, ანუ ტონალური არ არის ცუდი და ესენი არ მახსოვს, რა ვიცი რა ქვია, მაგრამ ესენი ძალიან კარგია, ძალიან მომწონს. ყველაფერი რაც ვიყიდე. და ემონში ერთი ვნახავ, რავი, გადავხედავ, აბა ინტერნეტში შევარ. შრატები რო გამოვწერო, შრატი ესე იგი 2 ცალი ხო? თუ ერთი რეტინოლის შრატი და C ვიტამინი. ხო. აუცილებლად რაღაცები უნდა დავწყო. ისიც მიფიქრია, თამოს კრემები ხوار გამოვიწერო მეთქი ან ვიყიდო. ძალიან საყვარელი გოგოა თამო. ძალიან მიხარია რომ ვუყურებ მაგ გოგოს როგორი მშრომელია, მერთო ჩემო რა, ძალიან, ძალიან მაგარი რაღაცები უწერენ ხომ ინგლისური არიცი და რაღაცებს უწერენ ხომ, მაგრამ რაც იცის, იმითი ცდილობს რომ წიწავიდეს და ძალიან მაგარი მებრძოლი სულის გოგო არის რა, სულ მუშაობს, არ აჩერდება ესე იგი რა და ვაფასებ მე ძალიან ისეთ გოგოებს. თან ლამაზიც არის, თან შრომელიც არის და აღწევს კიდევაც თან. ნენელა. თავისი პროდუქციაც დახვეწა. ხო, ვფიქრობ, რა ვიცი, ხო არ ვიყიდო თამოს კრემები მეთქი. ყველას გისურვებთ წარმატებულ დღეს. მე გამოკეთდი, თან კიდევ უფრო გამოკეთდები და ყველაფერი იქნება კარგად. ბავშვებიც კარგად არიან, რაც მთავარია და
გიყურეთ ეს ძალიან ისეთი ვირუსი, რომელიც იწვევს, საერთოდ ვირუსი იწვევს გოგოებო უხასიათობასაც. უხასიათობას დეპრესიას იწვევს ვირუსები. ხო და კორონას დროს გახსოვთ თქვენ ექიმები და მამშვიდებასაც ნიშნავდნენ ხოლმე. მე მახსოვს, იმიტომ რომ იმდანაც ეშინოდათ ხალხს და ისედაც იწვევს შინაგანად. მე საერთოდ ჩემში იცით რა გამოიწვია ალერგია ძალიან ისეთი ბოლო დღეს. ორჯერ შემხვდა კორონა და ჩემი ორგანიზმი ესე რეაგირებდა მასზე. სულ დავიფოთლე ორჯერვე. დექსამეტაზონი დამჭირდა. ორჯერვე. სასწრაფო გამოვიძახეთ. მე ჩავედი ექიმთან და ნუ ესე რეაგირებსო რა შენი ორგანიზმიო ამ ვირუსზე. სხვა ვირუსებზე არ მქონია ეგ, კორონაზე მქონდა მარტო. ხო და მთავარია ეს პირველი 3 დღე ხოლმე რაღაცნაირად ხელი შეგუწყოთ ხოლმე, თუნდაც რომ დამამშვიდებელი დავლიებთ, რომ ნერვებზე მოქმედებს ძალიან რა. როცა ვერ სუნთქავ, როცა წვეში გიჭერს, როცა მშრალად მშრალად მახვილებს ხოლმე რაც საშინელება არის, ძალიან ძნელი არის მშრალი ხოლმე. ყველაზე რთული რაღაცა ასე მგონია, რომ გინდა დაღურო ვერ წახველება ეგეთი. ხო და გადავიდეს ეს მალე ეს ყველაფერი და დაწყოს გაზაფხული დათბეს, გამოვფხიზლდებით, გამოვიღვიძებთ, ყველაფერი გაიღვიძებს, სიცოცხლე მოვა, სიცოცხლე. მე გოგოებო ძალიან მიყვარს გაზაფხული და მინდა რომ გარეთ ვიყო სულ, სახლში არ მინდა. შარშან ხო ვმუშაობდი. მერე სოფელში წავედი ძალიან რთული პრობლემების წინაშე აღმოჩნდი და ძალიან ბევრი ნერვიულობა გადავიტანე. წლევანდელი წელი ჩემთვის არის ძალიან მაგარი წელი, არ ვიცი. ძალიან ბევრი რაღაცა სიახლეები ხდება შინაგანათაც ჩემში. იმდენი სიახლე ხდება, იმდენი რაღაცა მოდის ახალი თავისით, აი ვერ მოიყვან ძალით რაღაცეებს გოგოებო რა. ძალით ვერ მოიყვან, თვითონ უნდა მოვიდეს. და მოდის, ძალიან ბევრი რაღაცა მოდის თავისით და გარეთ მინდა ყოფნა, გარეთ. მთელი გაზაფხული, კაიამიდები რომ დაიწყება. სურვილი მაქვს რომ მთელი თბილისი ძალიან კარგად დავათვალიერო, აი კარგად. სამსახურში ვარ გეჩქარება და სადღაც ვარ გეჩქარება და იქ ვარ გეჩქარება და აქ ვარ გეჩქარება და აი წახვალ და ეკლესიაში შეხვალ ეკლესიის ეზოში დაჯდები 1 საათი, პარკში დაჯდები საათნახევარი 2 საათი, რო არ გეჩქარება, გაშლი პლეც და მწვანე ბალახზე დაჯდები და რაღაცას მოусმენ, მუსიკას მოусმენ, სასიამოვნოს და ეს მინდა და გავაკეთებ ამას. ეხლა ზუსტად აი ამ გაზაფხულიდან დავიწყებ. ფეხით უნდა ვიარო თან, ფეხით მინდა რომ ვიარო. ავიგებ იმას მეტროთი, ავტობუსით, ეგ მინდა რა მანქანითად მინდა. და ნახეთ დიდი ხანია მინდა ეგრე, ადრეც მითქვია, ეს დიდი ხანია მინდა და ვერ მოვახერხე. წერს უნდა მოვახერხო გოგოებო, აუცილებლად. მანქანით შემიძლია, მაგრამ არ მინდა რა, მანქანით შეიძლება უბრალოდ, რა ვიცი, მათე მოვიყვანო ხოლმე, ვნახოთ, ეგეც ვნახოთ. თუ ფეხით მედომება უფრო და კაი ამინდი იქნება, მანქანით არ წავიყვან, მაგრამ აი ეს არის რომ მანქანაც უნდა იმოძრაოს რა და გაჩერებული როა. ეხლა ერთი ტექდათვალიერება გაიაროს და მე ვნახოთ რა ვირას მოვუფიქრებთ მაგ მანქანას. სიმართლე რო გითხრათ, სულაც არ მინდა რა. სულაც არ მინდა. რომ დიდათ ვიარო ეხლა მაგ მანქანით და რა ვიცი.
თბილისში ძნელია მექანიკით მოძრაობა, ღია დაიღალა და მე არ დავიღლები, ვიცი, ან არ ვიცი, მექანიკაზე მაქვს აღებული. მე მართვის მოწმობა, მექანიკა მაქვს ჩაბარებული და ავტომატიკად შემიძლია ვმართო და მექანიკად შემიძლია ვმართო. ვიცი ძალიან კარგად, მაგრამ რავი რა. ფეხიციარული უფრო მინდა, ასე რომ ვთქვათ, რა მიჩენია. თუ ნიკა მაიღო, ძალიან კარგი იქნება. ნიკას უფრო უნდა ვიდრე მე. მე არ მაქვს თითქოს სურვილი. ნიკას უნდა და შეიძლება არ იყოს ნიკა. მართვის მოწმობა და ივლის მე ყვატარებს მე და მათ ესაკეთ. წავედი.